Adigeni მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა მოადგილემ და გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა გამგეობის წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. სიმონ პარუნაშვილი ამ გზით განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად თანამდებობებზე აღდგენასაც ითხოვენ. მათივე განმარტებით მალე მართლმსაჯულების ორგანოს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვისაც მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე გაამართლა. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ბრალდების მხარე მუზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მართლმსაჯულების უმაღლესმა ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა. Adigeni მოქმედმა გამგებელმა ყოფილ თანამშრომლებს განაცდურის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. Სარჩელი შევიტანეთ ჩემი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სარჩელი. უახლოეს დროში შევიტანთ ზიანზე სარჩელს. სასამართლო და აქ მოყოფილია ჩვენ მოთხოვნას, იმიტომ რომ ეს აქსიომა კანონშეწირია პირდაპირ რომ ეკუთვნის განაცდური ხელფასიდან. ვინაიდან დადგა გამმართლებელი განაჩენი, თან მარიაბილიტირებელი მუხლით მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ვინაიდან აღნიშნულ საქმის დაწყების დროს დროებით ვიყავით გადაყენებული, ვიდრე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არის სამსახურზე აღდგენაც ჩემი და სამსახურის უფროსის ჯემალ იაკობაძის